სახლის ხაჭო. რა არ დაგიმალოთ უფრო იაფია მაღაზიაში შეიძინოთ ხაჭო უბნის მაღაზიაში ვიდრე სახში მოვამზადოთ. მაგრამ რატომაც არა. მოვამზადოთ. სულ გჭირდება ორი ინგრედიენტი. ალი. რძე, ან იოგურტი, ან მაწონი. შეიძლება ლიმნის მჟავა. ყველა ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც აჭრის. მე ხა ბევრი ხაჭო არ მჭირდება, ამიტომ პატარა პროპორციით ვაკეთებ, აქ არის ზუსტად 1 ლიტრი. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რძე უნდა იყოს პასტერიზებული, მაგრამ არა ულტრაპასტერიზებული. თორემ აჭრასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექნება. ჩვეულებრივად მაღაზიაში აწერიან პასტერიზებული ან არაპასტერიზებული. მარტივია. დაბალ ცეცხლზე ესე წამოდუღებამდე როგორც კი დაიწყებს ვითომ წამოდუღებას, ეგრევე გამოვთავთ და ამატებთ ბერძნულ იოგურტს, ამ შემთხვევაში უგემური არა არომატიზირებული, თორემ უგემური ცუდად გამომივიდა. უგემური. ხო, არა არომატიზირებული და არა გემოს შენაერთებით. აი, ძალიან შორს წავალ ეგ. კაი. მოკლედ. წამოვადუღოთ. თან ხშირად თან უნდა ვურიოთ, რომ არ მიიწვას. всё. წამოდუღდა თუ არა? ვთიშავთ. ვამატებთ ბერძნულ იოგურტს. აი ხა ტყლუმპი არ ქნა, ეხვეწები. всё. კარგად. მოვურიოთ. გადავდგათ და ვაცოდოთ გაციება. ეხლა ვიღოთ საცერი. ნახეთ როგორი დადგა. შემთხვევით? არა. რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ საწურზე, მით უფრო მშრალი გამოვა ხაჭო. ხაჭო მზად არის. გამოვიდა უაღრესად ფაფუკი და ჰაეროვანი. და მინდა გითხრათ, რომ ლიმნის, მჟავის და წვენისგან განსხვავებით, იოგურტზე დამზადებული, ანუ ეს რეზინასავით უხეში არ ხდება. ძალიან რბილია. ძალიან ნაზია.